გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიპით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone-ს ვეჩი მოვხდე. ნატოც კარგია, რუსიც კარგია, გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი, ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე, დალე, დავრეჭამე. მე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. შანსი არ არის. ფისო ბოტკოველი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიმართლის სიყვარულით. სულ რაღაც 5 წლის იყო, როდესაც საბავშვო ბაღიდან იმის გამო გამოაგდეს, რომ საახალწლო ზეიმზე სანტა-კლაუს ნიღაბი ჩამოხსნა და გაქსუებული პედოფილი უწოდა. სამი წამირეთე რამდე 2 1 ეთერში ხარ. ანუ თქვენ რას ამბავთ ბატონო ჯვებე, რომ ტრაკი დაინახეთ? დავინახე რომელია ჩემო ფისო, ეს სალახანა მიდი მოდიოდა პირდაპირ სახესთან, აი ესე მიტრიალებდა რა. კი მაგრამ სტრიპტის კლუბში რომ ჩადიოდით, აბა რა სელოდებოდით? მესენ არ გელაპარაკეთ კაცო. აიგეთ ბატონო, დაუბრუნდეთ მთავარ თემას. ანუ ბატონო კოკა, თქვენი აზრით უნდა მოხდეს თუ არა კლასიფიკაცია და შემდეგ რიგი ნარკოტიკების ლეგალიზაცია ქვეყანაში? მე და ჩემი გუნდი ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმების გატარება გარდაუვალიც კი არის. ჯერეთ ეკონომიკისთვის არის ეს ძალიან მომგებიანი რომ იცოდეთ. როგორც მოგვეხსენება, მარიხუანას მოხმარების შედეგად ადამიანებს ეხსნებათ ეგრეთ წოდებული კიშკა. ყველამ იცით ხო? შესაბამისად, ამის შემდეგ საკვე პროდუქტებზე გაიზრდება მოთხოვნა. კიშკა არა, მიშკა კაცო. ერთხელ მოვწი ეგ ჯანდაბა მარიხუანა თუ კანაბ რასაც აეძახი არ ვიცი რა. რაღაც უბედურება. რა კიშკა რის ჭამა ჩემო კარგო რა. თელი დღე იმაზე ფიქრობდი ინდიელების ტყეობიდან თავი როგორ დამექს. ბატონო ამერიკაში გასინჯეთ? ამერიკაში არა, ზუგდიდში გამასინჯა კაცო შალიკო. ისეთი მაგარი მოსაწევი თუ რაც როგორც გვია რა, ისეთი მაგარი იყო. მაგის მეზობლების უყველა აპაჩები მეგონე. ისე მაგარი ტიპები კი იყვნენ. გაასურა რაღაც პოჩი, ნო, მაგარი იყო. ამას წინა ჩემო ფიზო ვიყავი. არა, მაგარი კლუბია, კაი კლუბში ვიყავი, კალე ბრუნკვისტი უკრავდა, მაგარი დიჯეია, საკაიფო სეტი ქონდა იქ გაჯაზებული და მე გავიხედე, ვიღაცა მალინის ფერფლებია, ბიჭი მოდის ესე და აი ეს პატარა ესეთი აბი შემომაჩეჭა ხელში 50 ლარად. მე არაფრის არ ვწყვეტ, ეს კამერა იღებს, ხო? არაფრის არ ვწყვეტ, მინდა რომ დააფიქსირო რა. რას ამბობთ ბატონო ჯვებე? ახლა ხელში პირდაპირ ეთერში გიჭირავთ კლუბური ნარკოტიკი? ხა სამწუხაროდ კი, ჩემო ფიზო, მაგრამ აი ამან ქართული ღვინით გაჟღეცეს სიცხს, ეგრეთ წოდებოდა, აი შენ როგორ ამბობ ხოლმე ეგრეთ წოდებოდა, აი ეგრეთ წოდებოდა პილულამ რა უნდა დამართოს. რა სისულელეს ლაპარაკობს ეს ადამიანი? გამაგებინეთ, ქართველებს ამის ხვანერი ორგანიზმი გვაქვს თუ ნარკოტიკი არ მოქმედებს ჩვენზე. იცი რას გეტყვი? შენ მე არ ვიცი რანაირი ქართველი ხარ, მაგრამ ამას ეხლავე დაგიმტკიცებ რა. მე თქვენ ამის დალევას არ გიჩერთ. ძალიან გთხოვთ, ბატონო ჯვებე, პირდაპირ ეთერში ამის გაკეთება არ შეიძლება. და დაგის ჩვენება ხო შეიძლება? აი, ხედავთ, მე მეკამათება და თვითონ პირდაპირ ეთერში ნარკოტიკების პროპაგანდას ეწევა. დაოფიქსირეთ ეს. თუ ახლა ბატონმა ჯვებემ პირდაპირ ეთერში დაამტკიცა, რომ ქართველებზე ნარკოტიკები ნამდვილად არ მოქმედებს, მაშინ რა აზრი აქვს ამ კანონ პროექტის მიღებას? მე მანამდეც ბევრჯერ თქვი და ახლა კიდევ ერთხელ ბევრჯერ თქვი. არა, შეხედეთ რა მდგომარეობაშია რა. მე მგონი საუბარში თქვენ არ გეჩრებოდით ბატონო ჯვებე. ეჩრებოდი. ბატონო ჯვებე. არ არის საერთოდ. მე ხო კარგად ხართ. თითები მაკლია. ვარმა. წერსები ჯებე კი არა, ჯეი დამეძახა ჩემი კაციკა რა. და კარგად კი არა, ძალიან მაღლა ვარ. კარგით, მე იძულებული ვარ რომ რეკლამაზე გავიდე, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. აუ, როგორ გაასწორა, რა მაგარი მუსიკა გიდევ და რეკლამა. რა მაგარი მუსიკა კი არა, ეს რაკერი შეახმარო შენ. რა გედა ბიჭო, რა გაჩხუბე. მაცალე კაცო ერთი. ჩვენ ხო მოვილაპარაკეთ ერთი წამი მაცალე. ჩვენ ხო მოვილაპარაკეთ რომ კლუბში წავიდოდით ორი კაცის დოს და რატოთან. მე ეხლა არ არის გვია. რა არ არის გვია? რა ჩემი ეს ჩამოგვიდა. გულიცნა, არა. გადამცინე შენ კიდე ეხლა რომ ელაპარაკები. რატო არ მივთხარი არაფერი? რეების უკვე აი ნუნერ გიულობ რა, მოგივიდა. სტუდიაში კაცი ორი
ჟურნალისტს ეწოლა ეს არის ზეწოლობა, ეს არის ზეწოლა, რასაც აკეთებ? ვახშე ნახავ რა თქვა რა. გამოგივიდა, ბიჭო, დაიწყულები მეთქვა. დინარი შეკავა იხმა თქვენ მოგხარ. აი, მოდი დაბრუნდი მოვარე. პირველი ტრანსფორმერი არა ამერიკაში, არამედ საქართველოში გაჩნდა. ეს მაშინ, როცა მერაბამ და არმენამ თავიანთ პროფილაქტიკაში წვანე მოლშესტი ქალად გადააქციეს. კალათას არაა, სალათას გარაა. ცხელი ხოა? გაია. რაშლები? გაკიზდი შენა? ეგ ყავა კი არა, მანქანის ზეთია, მანქანის ზეთი? ცხელი ზეთი? გაია. Привет, ножки. გააკეთეთ ჩემი მანქანა? საკრავად, ბოდიში. კი, დარაგაა. ყველაფერი გაკეთებულია. აი, დვორნიკები რამე, ყველაფერი ესენი არც რიფინებს, აი ყველაფერი ქალოთქები რა. უბრალოდ რაღაცა მოტორში, რაღაცა რაკარუკი კრაკაკო. ვაიმე, ეს როგორი კრასავიცა მოვიდა. აი ხა ერთი წუთი. ვაი. ერთი წუთით ფადაშდი. ბიჭო. ხო. მადორი სად არის? რა მადორი? ამანქანის მადორი. ამისი? ხო. სად არის? ხო. გამყიდე. აიცა. როგორ გაყიდე? ხო რა იყო, ალექსა იყო მოსული, გაიფასი გადაიხდა რა, არ მიმეყიდა? გაიფასი, გაია. բայց პატრონს რა უთხრა? შენ მაგაზინ არის ნერვიულო გენაცვალე, მაიცამე მიშვეთი წამი მე დაველაპარაკები, პროსტა რასაც გეთხრი ის გააკეთე რო განიშნე. ჟვერო ვიზით ხოლმე. გამარჯობა გენაცვალე, ყველაფერი გაკეთებულია, თქვენ შიგნით დაბრძანდით, თქვენი თვალებით ნახავთ. მიბრძანდით? აიმე, შუა შეჭიხა შენ ასეულები. აბა ეხლა დაკოქეთ გენაცვალე. ხედავთ? საერთოდ ხმა არ აქვს. დაძარით ხმის. დაძარით? ო დაზარი. ო აი ეს. ზაიდა. ხო აი ეხლა ეგრე დაღმარზე დააწექი რა. ზადი. მოგითხარი კარგად იქნება ყველა. რა? ვაიმე! რაიყო? ფული არ გადაუხდია, გააჩერე! ბადაჟი ვერ გააჩერავს. რატო? იმიტომ რომ დორმუზები მე გაგდიდე. რა დებილი ხარ, შუტე ბანკის კრედიტ ოფიცერ ეკა ძაბანაძეს სატანა ყოველდღე უგზავნის მადლობის წერილებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეკა მაინც არ უკლებს თანხას და სატანას ჯოჯოხეთურ პროცენტს ახდენილებს. კარგი, კიდევ ერთი კადრი უნდა გადავიღოთ. კადრი 1, დუბლი 2. მოემზადე. წავიდა. გამარჯობათ. მე ეკა ძაბანაძე ვარ, შუტე ბანკის თანამშრომელი. ყოველი ჩემი დილა ადამიანებისთვის ბედნიერების მოტანით იწყება. მობრძანდით. დამშვენიერი აქაურობა. რა კარგია. ბანკია თუ 64. დაბრძანდით. დიდი მადლობა. რით შემიძლია გემსახუროთ? სესთხის დამტკიცება გვინდა. დამტკიცებულია. ასე უცბად? ბანკია თუ 64. მამი, მე აღარ მინდა კოსმონავტობა. აბა რა გინდა გამოვხვიდე პატარა? საფინანსო საკრედიტო განყოფილების რისკების მთავარი დეპარტამენტის მთავარი მენეჯერის პირველი ასისტენტობა მინდა. რამდენში დაგმტკიცდა სესხი და როდის გავიტანთ? ძალიან დაბალ პროცენტში და ეხლავე გაიტანთ. ასე უცბად? ასე სწრაფად? ბანკია თუ 64? მამი, მოდი ზოოპარკში არ წავიდეთ და აქ დავჩეთ. ჩვენთან დარჩი პატარა. აჰა, აიღე. ბანკია თუ 64? კარგი, გადაღებულია. მადლობა. ამ კამფეტში ბანკმა 8 თეთრი გადაიხადა. გაიყვანეთ ეს ბავშვი ძალიან გთხოვთ. გაიყვანეთ. წამოდი. და საერთოდ ცოტა ხანი ყველა თავი გამანებეთ რა. ამ დებილმა მუსიკამ შეჭამა ტვინი. მაშინ მეწავალ, ვინაჩვენ. თქვენ დაბრძანდით.
თქვენ სესხი დაგიმტკიცდათ. რა სესხი დამოკისაც გას მელაპარაკეთ. და სხვათა შორის 400 ვარ გოგო. სხვათა შორის 400 ლარი გაქვთ გადასახდელი და გთხოვთ მებრძანეთ სალაროში. რა 400 ლარი? ბანკია თუ ჯოჯოხეთი ვერ გავიგე. ჯოჯოხეთი კი არა, თქვენ 2 სესხი დაგიმტკიცდათ. რა 2 სესხი? აბა რა გიგონათ 2 დუბლი რო ჩაწერეთ 2 სესხი უნდა დაგკიცებოდათ. ხო, გარეკეთ საერთოდ. მე და რეჟისორმა საერთოდ სხვა რაღაცაზე მოვილაპარაკეთ რა. ერთი წამით თუ რეჟისორის ნახვა გნებავთ, ის ზის გვერდით კაბინეტში და სხვათა შორის ჩვენი გენერალური დირექტორია. გვერდზე სოფლელ მოზარდ ბიჭუნებს არა აქვთ მარიხუანა. ამიტომ ისინი მხოლოდ მასტურბაციას ეწევიან. რა კარგია რომ მათ ამაში სოფლის რელიეფი ნამდვილად ხელს უწყობს. ხო ბატონო გივი გისმენთ. ხო. ისდანიში. ხო. აი როგორც იქნა ჩამოვიდა ჩამაეთრია ეფრემიჩი და შოულინგემიდანა ჩამოიტანა ეს ცინჯები. აი ჩამოიტანა. არა გუში ცოტა შეუძლოთ ვიყავი და ხო თათბირზე ვერ მოვედი. არა კაცო სად დავძვრები, სად უნდა დავძვრებოდე? არა იმდენი საქმე მაქვს ეხა მაგის მცალია ამე. ხო. ვაი მე. გასაშვები კაცო. გასაშვები. ლისაკ ჟაკენი, ჰა? რაკენი. ბატონო გივი, პატიოს სიტყვი გაძლევთ რომ შემდეგში არა ყველაფერი როგორც აი გეფიცებით ყველაფერს ისე გავაკეთებ. ხო. მე ხო ბედი არა მაქვს ამის დედავატირია მისი და საყვედური მომცეს ზემოდან. ახლა ეგ მე არ მარტო მე არ ცუდია ეგ არა უფრო ცუდი რამე უნდა გითხრა ისდანიჩ, ჰა? რა გინა ბიჭო? რა დალიე იცი? რა? არ გითხარი კაცო, ჩამაიტანეს მეთქი ძროხების ასატეხი წამალიად ხო? რა თქვი ბიჭო? ხო, ეგრეა. მე რომელი ასატეხი მე ვნახე, რას მაიტანეთ ჩემ და კაბინეტში კაცველი არ იცი მოიხუდე ყველაფერს ეგრე იყუდებ ხოლმე და მე ჩემი რა ყველაფერს განახებ შენა, მაიცა ბიჭო. ერა გამიკეთო ამანა ე. რა გავაკეთო. ბიჭო, ერა დამებარდა. ბიჭო, ცივა თუ მიჩვენება მითხარი ახლა. არა, ცივა, არა. გურძგლავს. ბიჭო, აი ქვემოდან მეწყება და ზემომდე ამომდის. მე დედა რა გააკეთოს, მე რა გავაკეთო, ჰა? რა მე მაიფიქრე ახლა. რა გავაკეთო, რა გავა. ადი აბა ერთავს. საიდან? სკამიდან ადე მეთქი გეუბნები. აი მე. აი, აჰა. აი, კაცარ გამაადგები არაფერი. არ გამოვადგები. აი მე რა გავაკეთო. შენი რა გითხარი? იცი? ისტანის ალტერნატიული ვარიანტი გვაქვს. ჩვენი წელღოვი რომ არის ნუნუ რა. უშნო გოგო კია, მაგრამ უარს არავის არ ეუბნება და შენ რა თუნდა გითხრას? ნუნუ. ხო, ნუნუ. რა უშნო ბიჭო, ულამაზესი ქალია. შენ გაკეთია თივისა და აი კაი ადგილია. აი მე რას გაუკეთებს? აი მე რა გავაკეთო კაცო, რა არის რა დღეში ვარ, რა დღეში. ნუნუ. გამარჯობა გელოდი. გაგიმარჯოს გოგო, აქ რა გინდა შენ, ა? ეზოში ვიყავი. ხო. წყლიმო სატანად და ტრისტანიჩი შარვალ ჩახტირი დარბოდა. ფერმაში შავარდა. აი მე და არაფერი არ მქონია შენ თვითონ. არა რა უნდა ეთქვა. აი მე რა გააკეთა. ჰა? აი გე. ხო. აი მე რა გავედი გელოდი. რა გააკეთა კაცო რა ვაი მე რა გორმანები. ნუნუ. ვაი მე სანტა ხვედი გოგო. მაიცა ნუნუ, მაიცა. მაზოხისტების მსოფლიო კონგრესი აქამდე კუნძულ ბუამბა-სილვას მოქმედი ვულკანის კრატერში იმართებოდა. ეს მანამ სანამ მაზოხისტებმა სასტუმრო კალიფორნიას არსებობის შესახებ შეიტყვეს. მაიცა, უსა, ეგ გასაგებია, მაგრამ ხო გუჩი ხო ამოგიტანენ ნახტი ვერ გავიგე. ქალი გინდა, ქალი. ქალი გინდა. ქალი საიდა. Бербитан უკვე ბერამის რა. Гостиница проходной двор какой-то რა. ადამე კიდოჩი რა. სულ დაკავებული როგორ ხარ ერთი რა. რა კაც როგორ უნდა წუნებდეთ მოიშვით რა ხანდა. არ არის ხო შენისადრე საწუწუნო რა. გუშინ საღამოს დავწექი დასაძინებლად, გამორთული იყო ის გათბობა და კისერი გამიშეშთა. გავიყინე ქალი რა. ესე გავაკეთოთ. შენ ხარ 217-ში. და იქ ლუქსიაო. просто რა არის 50 ლარი უნდა დაამატო კომფორტი ხო გინდა 50 ლარზეა ქალი დონე მაღალი ჩამოვედი მაწუწუნე ნა პალუჩაე სასტუმრო გიხდით ბოდის იქ მასაჟისტი დაგხვდებათ რა ეს კისერი გამოვასწოროს თქვენ რომელიც გაწყო მირი რუკიშას
დეგენერატი, ხა შეცვალე ხო პლასტინკა. ალო. ხო. აი რომ გითხარი კი ბატონო ჯიგარ, ეხა ამავა შენთან ქალი. აი გედა, მოგესახურება. პროსტა მაგას არ მისცემული ქალს. რო ჩამოხო მე მომეცი ხარაშო. უფ, ძალიან მაგარი ვინმე მოდის. კარგი. აი რა გამიკეთეთ ერთი რა? ვინა ხართ საიდან ხართ თქვენ საერთოდ? რა გამიქალი დონე მაღალი შავად მაგციეთ 2 წუთში. დეგენერატებო თქვენ. ნახე ისე რასაც ვარიერებს ანანისტი ნიჟასნი. დეგენერატორ შენ. სად გამიშვიბეთ კი გაუბრები ახლა დროზე მითხარი. რა მოხდა? რა მოხდა და იქ რო გამიშვი ვიღაცა ის სოფლელი რო იყო პროვინცია ვიღაცა. მასაჟისტი ვითომ და მასაჟისტიო. ადგადა მითხრა რომ გაიხადე, და კიდე გავიხადე და ვემორჭიდე. მე რა დაწეკიო დავწეკი. და შალაო მინა მასირავალ მე ადგადა არ გამიყარა ეგრევე. გაიყო. მე მაგას ეგრე არ დავტოვებ. კაი იყოს გაჩვენებ, კაი შეთვის იქნება კარგი მე მილიციაში რომ სატუსაღოში და დაგწვავენ. მაიცე ახლა ანუ მასაჟის ფული უფასო იყო სასტუმრო დაკპატიშად, მაგრამ სექსი თუ კონდა 50 ლარი უნდა დაამატო. რა სექსის 50 ლარი მაგ დასაბატებელი ეტი აბისნიმნე. დეგენერატი. ისერი ხო აღარ ტკივა. ისერი? ოი არა. ისერი არ ტკივა. დაამატე სექსის 50. მე რა პრობლემაა? აბისნიჩი ნუ ჩილოიკო ნორმალნა რა. ვერ გავიგე. 50 ლარი გულისთვის მაჭუდები ესე. ცენებითი მაგზობიზმი. თუ აკიდა კისერი მომძანდი. ჩემთან უკვე. პირველი ევროპელები, პირველი ქართველებიც იყვნენ. ამიტომ ეპყრობოდნენ ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებს ისე, როგორც ჩვენ, ქართველები. წესით, უბნის ბიჭები პროფესორ ალბერტს და მის ასისტენტ ჩაკოს ყოველდღე არ უნდა ძუყნიდნენ. მაგრამ ნამდვილი მეცნიერი რისი მეცნიერია, თუ ის წესებს არ არხდებს. პროფესორო ალბერტ, დავიღუპეთ. იბერიის გამწყინების ბოლო შანსი გაქრა. გაგვზე რომელსაც შეცდებს ვატარებდით, გაიქცა, გაიპარა. მაგრამ როგორ და ჩემთვის ვიდექი. იქ მეორე ლაბორატორიაში მოვიდა ჩუმად ჩამიყო ხელი ჯიბეში, ამოიღო გასაღები, გაახსნა კლიტე, გააღო კარები. მერე მივიდა დიდ კარებთან, აკრიფა ყველა კოდი, რომელიც ჩვენ ვიცოდით. გააღო კარები და გაიქცა. კაბელებიც გადაღრღნა, რომ ვიდეოზე არ დაფიქსირებულიყო. თქვენ არ იღელოთ ჩემო ასპირანტო და საყვარელო შაკო. ჩვენი მეორე ექსპერიმენტი დასასრულს უახლოვდება და ჩვენ სულ მალე გავამწყინეთ იბერიას. აი სულ ცოტა გადარჩა თითქოს მზად არის. მე თქვენი იმედი მქონდა სულ ეს რა არის ეს? ეს ძალიან სათუთი ექსპერიმენტია. ძალიან მთხოვნ, ძალიან ფაქისად მოვხადოთ თავი. მაშ ასე ამ ექსპერიმენტზე მთელი საქართველოს მომავალი დამოკიდებულია. ისეთ კოლეგა. იბერიელი ქართველი ქალი? იდეალური ქართველი ქალი. თუმცა ერთი წამით რაღა დაგიმოდოთ უფრო იდეალური შეიძლება. კი, მაგრამ ჩვენ ხო სულიერება გვაქვს წინ. თქვენ ასე ზრუნავდით იმ თაგვის სულიერებაზეც, მაგრამ ხომ ხედავთ რა გაგიკეთა? ახლა სულიერებით რო არ არის. ბატონო ალბერტ, ვეღარ ვითმენ. ვიწუცით. გაგვამწყინეთ, გოგოებო, გაგვამწყინეთ.
გაგამწყინო აი სიგინე. შეხება რაბერ შემოგწკერია მიქელანჯელოს დავითივი. ღმერთო ჩემო, ცოცხლები არიან ლაპარაკობენ მათ მიქელანჯელო და დავით იციან. ინტელექტია ბატონო ალბერტ. ისე ბეჭა ხე. პატრონა ხوار გონინა, ნე. შაკო, მე მგონი ჩობი ექსპერიმენტი შევწყვიტოთ ამ დროებით მაინც. გამოერთეთ ახლავე. ძნის არ გამოგხსნათ. კაი ჩანსი კი იყვნენ რა ახარ დაკიბალოთ. რა ვქნათ იქ მარა უშველოთ ამათ, ჰა? რა უნდა უშველოთ? აი ვინც დაიწყო ეს თორმატებელი ექსპერიმენტი, მოვიდეს და გამოასწოროს თვითონ. თაგვი? დიახ, ასე რომ დაურეკეთ მაგაფერის თავს და უთხარით მოეთრეს აქ და თავისი ჩასრული ექსპერიმენტი თვითონმე გამოასწოროს და ის ჩემი ასილარით გამოაყოლოს. რეგისტრაც მაუსზე მეტყვი. პირველი და უკანასკნელი კონტაქტი ადამიანებსა და უცხო პლანეტელებს შორის შედგა მაშინ, როცა ძირძველმა თბილისელებმა, სანჩიკამ და გუგამ ალფა ცენტავრელი ჰუმანოიდი სახელად ღვეზელე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს და ცემაში გაარღვიეს. შახარა იმენა სანჩიკა. ბიჭო, ეხლა იმენა ჩემთან ავალ და შენ თავს მიცავო, ცოტა რაღაცა მოწესრიგდი, ბიჭო, წოიანი ძალიან წამოწეკი დაისვენე, რას გავხარ, თო არ გითხრება? მაგრა ვარ, ბიჭო, რა გინდა შენ? აუ რა მაგრა, ბიჭო, ჩაიხედე სარკეში, თო შეხედე, იმენა რა თვალები რას გიგავს, ეჩემა, იგრავე იწვე. ვერ ხედავ, ბიჭო, რა გინდა, სიმონ, მაგრა ვარ, ბოზიშვილი ვიყო, რამოდის გონია ძიძელი თვალები? აუ სანჩ, ეხა რაღაცას მომშემომხედე, ეხა რაღაცას გეტყვი და არ გაჭედო გთხო რა. როდის გამიჭედია, ეხა რო გავჭედო. არ გაჭედა? არა, შენ ძმობას. უეჭველი. გეუბნები მეთქი, ბიჭო, რა დამიზადნია? დაიფიცე ჩემი ჯანმრთელობა. შენ სიცოცხლე, შენ სიყვარული და ჯანმრთელობას გეფიცე. ტიკტოკში რა მომისმინე. ლიფტი გაიჭედა, გაიჭედა მე რა მოგივიდა ამუშავდება. რანაირად ამუშავდება? თო თავისით ხო არ ამუშავდება, ხო იცი რა როჟავარ, მაგარ დვიჟენიას მოვიყვან და რა გადავრეკავ, ეხლა რაღაცას იმო ლიფტი ორი რაღაცები და როლიკები გახსნიან და გაგვიყვანე რა. ვინ როლიკებს გახსნის, ვინ გახსნის? ვაფშე რო ჩაწყდეს შეჭება მე რა უნდა ქნა. შენ რა უნდა ხარ, ბიჭო, რა პანიკაში ხარ? აუ ჩემი დედა რო ჩაწყდეს ბიჭო. რას პანიკა? აი მე ვიბრიდებ. რას ვიბრიდები, ბიჭო? აუ ნელი, აუ ხარ პატარა ზან. ჩემი დედა ბიჭო. აუ რატო არ გავისროქე? ძეძემან მოდი სელფი და განაწრდება. აუ ეს ბოლო ფოტოა სან. მიდი გასულ აბოლო გაუძინე ჩემი დედა ბიჭო. აი მოდი. საქართველო მალე გაფრთხილდება, შეისხავს არწივის ფრთებს. ცაზე თეთრი მტრედი აფრინდება, სიყვარულს მოგვიტანს ბებს. ღმერთი მოფეს სინათლეს, ეს დღე მალე ინათებს, საქართველო გახდეს ფლიანი, ჩვენი გულების სიხარულით აენთება, ყველა ქართველის ოცნება სრულდება, ჩვენი გულების სიხარულით აენთება, გვიხაროთ ეს მალე მალე საქართველო გაფრთხილდება. განზე არასდროს გამდგარა, სამშობლოს დასაცავად ამდგარა, ქართველი მებრძოლად დაბადებული, სამშობლოსათვის თავდადებული, თაბარი დროშით გადავიაროთ, ავწიოთ მაღლა ავაფრიალოთ, თაბარი დროშით გადავიაროთ, ავწიოთ მაღლა